მთავრობის დადგენილებით მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის, ასევე ღორის, ცოფით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები კომპენსაციას მიიღებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სიახლე ეფუძნება მსოფლიო პრაქტიკას და ხელს შეუწყობს როგორც სოფლის გავრცელების პრევენციას, ასევე ფერმერების მოტივირებას. დროულად მიეწოდონ ინფორმაციას რუსეთის ეროვნულ სააგენტოს. უწყების ცნობით, რამდენიმე წლის აქტიური ღონისძიებების შედეგად ცხოველებში ცობით დაავადების რაოდენობა 92%-ით არის შემცირებული. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციირებით საქართველოს მთავრობამ მიიღო ცხოველის ცოფით დაცემის, ანუ სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემის და მისი ოდენობის განსაზღვრის წესი. ეს წესი არის ცოფთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკის ნაწილი და მისი მიზანია, როგორც ცხოველის მეპატრონის, ფერმის ცხოველის მეპატრონის ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება, ასევე მისი მოტივირება, რომ დროულად მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია რუსეთის ეროვნულ სააგენტოს. ამ შემთხვევაში კომპენსაცია გაიცემა როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა საქონელზე და ღორზე. კომპენსაციას თავისი წინაპირობები და მისი რაოდენობა დგინდება ცხოველის ჯიშის შესაბამისად, მისი ცოცხალი წონის მასის გარკვეული პროცენტის გადაანგარიშებით ხორცის არსებულ საბაზრო ღირებულებაზე. ინფორმაციისთვის რამდენიმე წლის აქტიური ღონისძიებების შედეგად ცხოველებში ცოფის გამოვლინება შემცირებულია 92%-ით. მაგალითისთვის 2013 წელს 116 შემთხვევა იყო ცხოველებში ცოფის, ხოლო 2025 წელს მხოლოდ 9 შემთხვევა. ინფორმაციისთვის დღეისათვის ასევე მოქმედებს ცხოველებში ჯილეხის კომპენსაციის წესი, რომელიც შევიდა ძალაში 2024 წელს და 2025 წელს უკვე ისარგებლა ორმა ფერმერმა, სადაც ჯამურად გაცემულია 10,000 ლარის კომპენსაცია.